ჰეი, კამილ, დიახ, ბატონო მაქს. მე კამპუსში ვარ. კამპუსში ხართ? ხო, კარადაში ვარ. კარადაში? რას აკეთებთ მანდ? გამიყვანეთ აქედან. ნუ გაგიხარდებათ ლუზერებო. მოგვინატრები მინი ჰალკ მასწავლებელო. ნახვამდის. მეგობრებო, ჩვენი მასწავლებელი არაადეკვატურია. ვინ არის მინი ჰალკის წინააღმდეგი? მე მისი წინააღმდეგი ვარ. ფიქრობ საკმაოდ უცნაურია, რომ მასწავლებელმა მოზარდებს ფულის თხოვას და მან ჩვენი პიცაც წაიღო. შივრები დავრჩით. მან ჩემი ტელეფონიც აიღო. ის ზედმეტად თავხედია. ჩვენ მინი ჰალკის წინააღმდეგი ვართ. მან სხვათა შორის ჩემი შეყვარებული წამართვა. ჯანდაბაშიც წასულა. პოლი და მოლი, თქვენ რა სიტყვით? ჩვენ არ გვაინტერესებს. იქნებ კარგად დაფიქრდეთ და მის წინააღმდეგ მისცეთ ხმა? კარგი, ამაზე ვიფიქრებთ. მან თქვა, რომ მე აღარ ვარ კამპუსის ადმინისტრატორი. ამას არასდროს ვაპატიებ. სწორედ ამიტომ ვარ მინი ჰალკის წინააღმდეგი. შესანიშნავია, ახლა გუნდი გვყავს. გეგმა უნდა მოვიფიქროთ. მოკლედ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მინი ჰალკს თავად გავუმკლავდებით. მაგრამ რატომ ბენს ბიჭებთან ერთად მოვაგვაროთ? ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ ამას, უფრო მეტიც. მასთან პირადად უნდა ვისაუბრო. მაგრამ ბენს, მე ვთქვი არა, წავიდეთ. კარგი. ჩვენ მას ისე გავაბრაზებთ, რომ სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ კამპუსი დატოვოს. კარგი იდეაა. კარგი, წავიდეთ. იცით გოგოებო, მომწონს კამპუსში ყოფნა. ალბათ დავრჩები კიდეც აქ. თუ ჩვენთან დარჩებით, ეს ნიშნავს, რომ მე ყოველთვის ადმინისტრატორი ვიქნები. და რა შეეხება ბატონ მაქს? დაივიწყე ის. ის აღარასდროს დაბრუნდება. შეგიძლიათ უფრო ძლიერად რომ გამაქანავოთ? კი, ძალიან სასაცილო ხარ, მინი ჰალკ. მე ვიცი ეს. კარგი ლორა, გადავწყვიტე რომ დღეიდან ჩემს მანდარინს დაგიძახებ. მანდარინს რატომ? უბრალოდ, მე მანდარინი მიყვარს. აქამდე არავის არასდროს დაუძახებია ჩემთვის ასე. და მაშინ მე რა ვარ? შენ ტკბილი პორტოხალი იქნები. არც ისე ცუდად ჟღერს. გამარჯობა მინი ჰალკ მასწავლებელო. გამარჯობა ტყუპებო. გინდათ რომ ჩემს ბიცეპს შეეხოთ? არა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს. ვაუ, მე მიყვარს მნიშვნელოვანი ინფორმაციები. გვეშინია რომ ეს ამბავი არ მოგეწონებათ. თინეიჯერები კამპუსიდან გაგდებას კიპირებენ. რა? კამპუსიდან უნდა გამაგდონ? ისინი გაგიჟდნენ? კი, მათ სურდათ რომ ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ყოფილიყავით. თქვენ უარი თქვით. კარგადაც მოიქეცით. კარგი, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ამ მოზარდებს. მანდარინო, ტკბილო პორტოხალო, გამომყევით. ჰა? ისინი მოდიან, ყველამ დაიკავეთ თქვენი ადგილები. მანდარინო, ტკბილო პორტოხალო, ახლავე დაიკავეთ თქვენი ადგილები. კარგი. მანდარინი, ტკბილი პორტოხალი? ჰეი ლორა, მან მანდარინი დაგიძახა? ხო, ასეა. მინი ჰალკ მასწავლებელს უყვარს მანდარინი. ვერ ვიჯერებ, მან ჩემი შეყვარებული მომპარა და ახლა მას მანდარინს ეძახის. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო უარესი? კარგი, აბა ვინ მეტყვის, სად ცხოვრობენ კენგურუები? ეს ძალიან მარტივი კითხვა. კენგურუები ძირითადად ავსტრალიაში გვხვდებიან. ეს არასწორი პასუხია. კენგურუ ზოოპარკში ცხოვრობს. მე თვითონ ვნახე, როცა ზოოპარკში ვიყავი. დაჯიქი შენ ადგილას. შენ ყველაზე დაბალი ქულა გექნება. შემდეგი კითხვა. დედამიწა ბრტყელია თუ მრგვალი? ეს ბავშვებისთვისაც კი ცნობილია. დედამიწა მრგვალია. და შენ სულელი ხარ. დედამიწა ბრტყელია და არა მრგვალი. მრგვალი რომ ყოფილიყო, ყველანი გადმოვარდებოდით. დაჯიქი შენ ადგილას, შენ ყველაზე დაბალი ქულა გექნება. ჰეი ბენს, დედამიწა მართლა ბრტყელია? რა თქმა უნდა არა, ნუ მოусმენ მას. რომ იცოდეთ, თქვენ ყველანი სულელები ხართ. ჰო! მინდა ვიცოდე ვინ გააკეთა ეს.
კარგი, თუ არ გინდათ აღიაროთ, მაშინ თავად გავარკვევ, ვინ გააკეთა ეს. შეპატარა ნაძირალა. კარგი, როგორც კი აქედან გავალ, მაშინვე მოვაგვარებ ამას. კარგი, ტელეფონთან უნდა მივიდე, რომ ბავშვებს დაურეკო, ისინი აქედან გამიყვანენ. დილან, ოდესმე ჩვენს კალათბურთელები გავხდებით, ჩვენ ჩემპიონატზე გავალთ და ყველა მათგანს მოვიგებთ. ხო. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ჯერ კალათბურთის თამაში უნდა ისწავლო. ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. წადი კამილთან და სთხოვე, რომ თავიანთ გუნდში მიგვიღო. რატომ მე? გაუში დაკი და იკითხოს მან. ეს შენი იდეა იყო. ახლა წადი და სთხოვე მეთქი მას. კარგი, ერთად წავალთ და ვკითხავთ. ჩვენ გუნდი ვართ. იცი კამილ, მინი ჰალკის წინააღმდეგ ერთად გავერთიანდეთ? ჩვენ თავიდანვე გვინდოდა ერთ გუნდში ყოფილიყავით. შეგიძლია შეწყვიტო წუწუნი? ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. შეგეძლოთ შეგეწყვიტათ მკაცრი ბიჭების თამაში და ჩვენ მაშინვე დაგთან ხვდებოდით. ვიცოდი რომ ისინი უკან დაბრუნდებოდნენ. კარგით ბიჭებო, ჩვენთან ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში. მე გითხარი რომ აგვიყვანდნენ ისინი. ღმერთო, ჯანდაბა. With me if you ride with me, you can slide with me if you feel like 550 on the 5 sticky, come get high with me. კარგი ლუზერებო, სწრაფად გადით კალათბურთის მოედნიდან, მე აქ ვარჯიშს ვაპირებ. ჯობია ხელი არ შემიშალოთ. ჭკვიდან ხომ არ გადავიდა? ლუზერებს გვეძახის, თავად არის ლუზერი. თუ აქედან ბურთს კალათში ჩააგდებ, ჩვენ კალათბურთის მოედანს მაშინვე დავტოვებთ. და თუ ვერ ჩააგდებ, შენ დატოვებ კალათბურთის მოედანს. შეწყვეტ ჩემს ტკბილ კამფეტთან ფლირტაობას. პირველ რიგში არა ტკბილი კამფეტი, არამედ მანდარინი. გასაგებია ეს თუ არა? მანდარინი? რა? მეორეც, ის ჩემთან დარჩება. ასეა თუ არა? დიახ. და მესამეც, მომეცი შენი ბურთი. კალათში ჩავაგდებ და აქედან გახვალ. გასაგებად საუბრობ თუ არა? რა გულუბრყვილო მასწავლებელია. ჰეი, ნაის, მიეცი ბურთი მინი ჰალკს. კარგი. ბენს? ბურთის ჩაგდება სურს მას, არა? ჩუმად. დაიჭირე ბურთი, მინი ჰალკ. აქ დარჩით გოგოებო, მე მალე დავბრუნდები. მანდარინო, ტკბილო პორტოხალო, ეს სროლა თქვენსთვისაა. გმადლობ მასწავლებელო მინი ჰალკ. ამისთვის თქვენ პასუხს აგებთ. მანდარინო, ტკბილო პორტოხალო, გამომყევით. ბიჭებო, გაჩუმდით, მასწავლებელი მაქსი რეკავს. ჰეი, კამილ, დიახ, ბატონო მაქს, მე კამპუსში ვარ. კამპუსში ხართ? ხო, კარადაში ვარ. კარადაში რას აკეთებთ მანდ? გამიყვანეთ აქედან. გასაგებია, ბატონ მაქს დახმარება სჭირდება. ის ვიღაცამ კარადაში ჩაკეტა. ბატონო მაქს, აქ ხართ? ხო, მიდი, გააღიკარი. ბატონო მაქს, რას აკეთებთ აქ? საერთოდ იცით რა ხდება კამპუსში? ახალი მასწავლებელი ყავს და ის ყველას დასცინი. ვიცი, ის მასწავლებელი არ არის, ის თაღლითია. ვერ ვიჯერებ, თაღლითმა ჩემი შეყვარებული მომპარა. პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. ასე იქცევიან ფილმებში ისინი. ჯერ მე გამიხსენით ხელებით, როზე. სად არის ის? იმედია კამპუსიდან ჯერ არ გაქცეულა. სიამოვნებაშია. მორჩა, დასრულდა. ვაუ, აქ რაღაც მოხდება. ჩუმად, მინი ჰალკი მოდის. ლუზერებო, უსიამოვნებაში ხართ. თქვენ გააბრაზეთ მასწავლებელი მინი ჰალკი. დიახ. კარგი, ვის სურს პირველი იყოს? ესეც ასე მეგობარო. მორჩა, დიდი ხანია რაც შენ დაგეძებთ ყველანი. შენ დაპატიმრებული ხარ. ბიჭებო, ეს რაღაც შეცდომაა. მე მასწავლებელი ვარ, ალბათ სხვა ვინმე შეაგერიეთ.
ხო, გააგრძელეთ ყუილები. ჩვენ არავინ არ აგვრევია. შენ მატყუარა და თაღლითი ხარ და მეტი არაფერი. შენი ადგილი ციხეშია. კარგი სულელო. დარწმუნებული იყავი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით. მე მალე დავბრუნდები. მოგვენატრებით მინი ჰალკ მასწავლებელო. ნახვამდის. ხო, წადი, მოშორდი აქედან. ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით. ლორა, რამე ხომ არ გინდა მითხრა? გთხოვ, მაპატიებენს. არ ვიცოდი, რომ მინი ჰალკი თაღლითი იყო. მინდა ისევ შენი ტკბილი კანფეტი ვიყო. კარგი, მე გაპატიებ. მეგობრებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თვალყური ადევნეთ ჩვენს ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას!